ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ. მთელი მსოფლიო შეშფოთებით აკვირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმებს. შეერთებული შტატების დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხომეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ირანის დროებით ხელმძღვანელად გამოცდილი სასულიერო პირი და ხამეინის თანამოაზრე აიათოლა არაფი აირჩიეს. ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანა არანაირ შეთანხმებაზე არ წავა და განხორციელებულ ოპერაციის შესაბამისად უპასუხებენ. ვითარების შესაფასებლად სპექტრმა ისტორიკოს შალვა თავაძის კომენტარი ჩაწერა. სამხედრო დაპირისპირება, რომელიც დღეს მიმდინარეობს ერთი მხრივ ირანსა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უმძიმეს ვითარებას უსახავს ხვალისათვის მსოფლიოს. დღეს როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი, ცოტა ძნელი ამაზე საუბარი. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს არ იქნება ერთკვირიანი თუ ორკვირიანი დაპირისპირება. ამ ხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ირანის ბუნებრივი მდგომარეობაც. ირანი არ არის ჩვეულებრივი ტიპის სახელმწიფო, ისე როგორც ავღანეთი და თუ ისტორიას თვალს გადავავლეთ ირანსა და ავღანეთში ყოველთვის უჭირდათ გარეშე მტრებს ამ ქვეყნების დამორჩილება ბევრი პირობების გამო. ეხლა დღეს ცუდია ის, რომ ირანული რეჟიმი გადაწდა, რომ ჩამოიშალოს პიროვნებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მე რა თქმა უნდა, ეხლა არც ტრამპისა და არც ისრაელის პოზიციების ასე რომ ვთქვათ, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ცხოვრებამ, ისტორიამ დამანახა, რომ როდესაც პიროვნებები გამოდიან წინა ხაზზე და ისინი წყვიტავენ მსოფლიო ბედს, ამ პიროვნებების მიერ დაშვებული შეცდომებიც მინახავს შემდეგ და რაც კარგად არ წაადგება ხოლმე მსოფლიოს. მე ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი, როდესაც ცალკეული პიროვნებები გაურიგდნენ ხოლმე ერთმანეთს და ამ მშვიდობა ვერ მოიტანა. თუნდაც ხედველობაში მიუხენის შეთანხმება, მერე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და გამორიცხეს ამ მათში მონაწილე პიროვნებებმა მაშინელი ერთა ლიგა, როგორც მშვიდობის ერთ-ერთი დასაყრდენი, ხო? ახლა იგივეს ვხედავთ, კი ბატონო, შეიძლება რაღაცაში დავეთანხმოთ ტრამპს, მაგრამ მაშინ რასაკეთებს უშიშროების საბჭო, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ხო? და თუ ეს კოლექტიური უშიშროების ფორმე ფასი დაკარგა, არა მგონი ეს წაადგეს ახლა არა მარტო მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, არამედ ზოგადად მსოფლიოშიდაც. აქედან გამომდინარე, მე ამ ომის დასრულების მოკლეს დროში რაღაც მექანიზმებს ვერ ვხედავ. პირიქით შეიძლება ომი ხანგრძლივ დროში გადაიზარდოს და საშიშროება შეექმნას ზოგადად მსოფლიო მშვიდობასაც და შესაბამისად სამხრეთ კავკასიაც ვერ დარჩება განზე აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ახლოს ვართ ირანის საზღვართან და თუ ირანის ინტერესებს გავითვალისწინებ და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესაც ზოგადად უკვე გააქტიური ინტერესი მოხდოლობაში სამხრეთ კავკასიაში, მეტი ყურადღება მართებს ჩვენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ზოგადად საზოგადოებასაც. ამიტომ ნაადრევი დასკვნების გაკეთება ჯერ კლებად მიმაჩნია მიზანშეწონილად. ფაქტი ერთია, რომ თუ ომი გაგრძელდა, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დაიძაბება ისე როგორც მთელ რეგიონში, მარტო საქართველოს ხედველობაში, რაც განსაკუთრებით ნავთობის ფაზის გაზდაში გამოიხატება და შესაბამისად ის ეკონომიკური კრიზისი, რაც შეიძლება მოყვეს მერე როგორც დომინოს პრინციპი, ისე განვითარდება მოვლენები. ამიტომ მე ვისურვებ
ვიზურვებდი რომ უფრო ხმამაღლა და არა ის როგორც გამოძახილი ისე ევროპიდან ისმოდეს ხმა თქვენ იცით ალბათ რომ ევროპის ქვეყნებმა მაინდა-მაინც არ მოიწონეს მათმა ლიდერებმა არ მოიწონეს ტრამპის ეს ნაბიჯი ხო ცალკრივად გადაწყვეტილი ეს ნაბიჯი დაგმობით არ დაუგმიათ მაგრამ არც მაინდა-მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ ეხლა მით უმეტეს ბოლო ცნობებით ნატოც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში როგორც ჩანს იზალები რომელიც ამერიკასა და ისრაელს ჰქონდა ამ ამოცანის შესრულებად არ არის საკმარისი და გარკვეული საჰაერო თუ საზღვაო ძალების გადასვლაც ხდება სპარსეთის ყურეში ხო ეს კი საშიში პრეცედენტი შეიძლება გახდეს რომელმაც შეიძლება სოფლიო მესამე სოფლიო ომამდე მიიყვანოს და კიდევ ერთხელ წმუნდები ერთ რამეში რომ არ შეიძლება ცალმხრივად იქნეს ხოლმე მიღებული გადაწყვეტილებები. ასეთ ცალმხრივად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თუ რა შედეგი მოიტანა წინა ისტორიაში, ავღანეთში, პაკისტანში, თუნდაც ავღანეთში, პაკისტანში, იქით სირია მოსყიდულობაში, ერაყში, ხო, სად გაამართლა ამ მშვიდობის და დემოკრატიის შეტანის პოლიტიკამ, ხო? ყველგან იგივე რეჟიმები მივიღეთ სხვა სახელებით ეხლა და აქ შეიძლება ერთი ლიდერი მოკლეს, მაგრამ ერთი ლიდერის მაგივრად მეორე ლიდერი მოდის თავის იგივე მსოფლმხედველობით, იგივე იდეოლოგიით, რაც არაფერს არ ცვლის პერსპექტივაში. ამიტომ ეხლა შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ, თქვათ, თუ ირანი დამარცხდება გამარჯვება, მაგრამ რა შედეგის მომტანი იქნება ეს გამარჯვება ხვალისათვის რა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო გახდება, ირანი მშვიდობის მოყვარე სახელმწიფო გახდება, ვერ გახდება. ამიტომ არსებობს დიპლომატია შემაკავებელი სხვა ფორმები, რომელზედაც არაერთმა და ორმა სახელმწიფომ უნდა იფიქროს, არამედ თელმა იმ კოლექტიური უშიშროების ორგანოებმა, რომელიც ამისთვის არის ყოველ შემთხვევაში ამისთვის უნდა იყოს მოწადინებული. ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისგან მოუწოდებს. ცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც, სადაც ნათქვამია, რომ სამძიმარს უცხადებს ირანელ და ებრაელ ხალხს, ქვეყნებს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად, ნათქვამია განცხადებაში. ჩვენმა პატარა გულებმა ყველაზე თბილი სიტყვები თქვენთვის შემოინახა ძვირფასო დედებო. დედა არის პირველი სითბო, პირველი ლოცვა, პირველი სიყვარული. თქვენ გვასწავლეთ სიკეთე, მოთმინება, თანაგრძნობა და ის, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა ამ სამყაროში. დღეს გვინდა გითხრათ მადლობა ულევი მოთმინებისთვის, უძილო ღამეებისთვის, ჩუმი ზრუნვისთვის. დედებო, თქვენ ხართ ჩვენი გულის სიყვარული, ჩვენი გულის გაზაფხული. მარადიული, ნაზი და ნათელი. გაზაფხული ფრთხილად შემოდის ჩვენს გულებში და ბუნება ახალ სიცოცხლის იზრდელს, განსაკუთრებით ნათელად გრძნობთ იმ სითბოსა და სინაზეს, რასაც დედა ჰქვია. დედის სიყვარული ხომ პირველი სხივია, რომელიც ადამიანს გზას უნათებს, უხმოდ, თავდადებით უსასრულოდ. გილოცავ დედა. გაზაფხულის მოსვლას ვულოცავ ყველა ქალბატონს. დღეს სკოლა ანაბასისი სწორედ გაზაფხულის მობრძანებას და დედის დღეს მიეოცნა დღევანდელი ღონისძიება, რასაც ქვია გაზაფხული ჩვენს გარშემო. მონაწილეობას იღებდნენ პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები. იყო ინტეგრირებული ეს პროექტი ქართული ხელოვნებასთან. პირველი კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შექმნეს დედის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათები, რომელიც იყო ძალიან ლამაზი, მოხატული, მოქარგული, დიდი სითბო და სიყვარული იყო ჩადებული ამ ბარათების შექმნაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ნანამასწავლებლებს, ხოლო რაც შეეხება მეოთხე კლასელებს, სიურპრიზი მოუწყეს დედებს და ჩუმად
თავისთვის შეიძინეს საჩუქრები და დღეს ამ ლამას წუთები კიდევ უფრო გაალამაზეს ამ საჩუქრების გადაცემით და ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები და ღიმილიანები გავუშვით დღეს მშობლები ჩვენი სკოლიდან. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მშობლებს, პედაგოგებს, გილოცავთ გაზაფხულის მობრძანებას და დედის დღეს. დღეს ჩვენ გქონდა პროექტის პრეზენტაცია გაზაფხული ჩვენს გარშემო, რომელშიც ჩართული იყო პირველი კლასი და მეოთხე კლასი. ეს იყო ერთობლივი ნამუშევარი პირველი და მეოთხე კლასელების და ძალიან სასიამოვნოა რომ ისინი ინტეგრირებულად მუშაობენ, ეჩვევიან პირველ კლასელები თუ როგორ უნდა წაიკითხონ ესა თუ ის მასალა, როგორ მოამზადონ საპრეზენტაციო შესაბამისი საკითხი, ასევე ჩართული იყო ხელოვნების მასწავლებელიც, ანიმაციური ფილმები შექმნეს მეოთხე კლასელებთან ერთად გაზაფხულის თემატიკაზე და ძალიან საინტერესო წარმოადგენეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ჭულუხაძეს დღევანდელი პროექტის საუკეთესო პრეზენტაციისათვის, ასევე მონაწილე ბავშვებს, მათ მშობლებს ულოცავ ხვალინდელ დღეს და უსურვებ რომ ყოველთვის გახარებული ყოფილიყვნენ თავიანთი შვილების წარმატებით. ალას შევიდა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის დათქმები უკვე 1 მარტიდან. ეს დათქმები absolutურად განსხვავებულ რეჟიმში აყენებს საქართველოში იმ ადამიანებს, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვენთან დასაქმება უნდათ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წავიდეს. სადაც კი რამე შეფერხება იქნება, სადაც კი რამე ამოსაღები იქნება, ხელშესახებად, თუმცა ამას ჭირდება შესაბამისი მტკიცება, ამას ჭირდება შესაბამისი ურთიერთობა და რამე თუ დასამატებელი იქნება, მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ საერთოდ და ვერავინ საქართველოს ხელისუფლებაში ამაში პრობლემას ვერ ხედავს. დღეიდან დაიწყო შრომითი მიგრაციის კანონის შესრული ცვლილებების აღსრულების პროცესი, შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდა საქართველოში უცხოების დასაქმების მსურველი დამსაქმებლებისთვის სარეგისტრაციო პროცესი, შესაბამისად ნებისმიერ ადგილობრივ დამსაქმებელს, რომელსაც სურს საქართველოში უცხო ქვეყნის დასაქმება, მას უკვე უჩნდება ვალდებულება და შესაბამისად შესაძლებლობას უკვე ადგილზე არის, რომ ელექტრონული ფორმატით მოგმართოს. კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას ხაზგაუსავთ კიდევ ერთხელ გარკვეულ საშეღავათო პერიოდებს, როგორც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, ასევე თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს ნაკადები ბუნებრივია ერთის მხრივ აკონტროლოს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერს თავიდანავად, მეორეს მხრივ დაიცვას შიდა ბაზარი დასაქმებულები აი ამ კონკურენციაში გადაწყობა ბევრ ბიზნესს მოუწევს, არ იქნება ეს ხადია მარტივი, თუმცა მეორეს მხრივ ამ გადაწყობის დროს ჩვენი მისიაც ბიზნეს ასოციაციის ამ შემთხვევაში ყველა იმ შეხვედრის მიზანიც, რომელიც აქამდე გამართულა და აცი გამართება, არის სწორედ ის, რომ ინდივიდუალურად, სექტორულად όλοι ვთქვათ პუნქტი, ნორმა გავიაროთ, არ იყოს ორაზროვნება, იყოს ერთიანი ხედვა. ქართული ბაზარი ის არის მონაწილე საერთაშორისო ბაზრისა, ამას ვერაფრით ვერ გავიქცევით, არის მოძრაობა სამუშაო ძალის. საქართველოშიც უნდა დაწესებული იყო გარკვეული, მე არ დავარქვევ ამას შეზღუდვებს, ეს არის რეგულაცია შრომის ბაზრის, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყოველთვის და სწორედ ამ რეგულაციის მიხედვით ჩვენ დამსაქმებლები ავაწყობთ ჩვენ საქმიანობას. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად.